სასულიერო პირებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა დღეს წირვის დასრულების შემდეგ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამგეს. 2008 წლის ომის დროს დაღუპულთა სულების უკდავსაყოფად სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დღეს კიდევ ერთი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფემ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საქართველოში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის გმირები, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირეს. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეეწირა სამშობლოს თლიანობას, ის არის გმირი და მათი სახელი დაუვეწყარია. ასეთი ადამიანები, რომ არ ყოფილიყვნენ, არ იყვნენ და შემდგომში კიდე თუ არ იქნებიან, საქართველო ვერ იარსებებს. მერთვა მათი სული ნათელში დააწესოს და ყველა ოჯახს, ვისაც ყავს ასეთი გმირი, მას უნდა ეამაყებოდეს, რომ ასეთი შვილი გაუზარდა სამშობლოს. ყველასთვის ცნობილია, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. დაიღუპა ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც გულით წავიდნენ და თავი შეწირეს საქართველოს ერთიანობას. ჩვენ ყოველთვის, ყოველ წელს 4 წლის განმავლობაში აღვნიშნავთ ამ დღეს და აი დღეს მეუფე ანდრიამ გადაიხადა მათი სულების მოსახსენებლად პანაშვიდი. დღეს კიდევ დაგეგმილია რამოდენიმე ღონისძიება. დღეს მოდიოდი და თვალწინ მიდგა ის გორი მაშინ რო იყო. ფოთოლი არ იძროდა, ჩიტი არ იყო. აი ელემენტარული ცელოფანი არ დაფრინავდა. აი ესე საშინელება იყო ბავშვობა, აი რაღაცნაირი. მე რომ ინახია ფილმში კადრი, რო აი რო გაიყინება კადრი, მეგონა რომ ეს მეთქი არის რაღაცა ესეთი გრაფიკული თუ რაღაცა ფოტომონტაჟი, მაგრამ აი 2008 წლის აგვისტოში მივხვდი რას ნიშნავს გაყინული ქალაქი.